გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. ჩვენი წარმოდგენია თბილისის აკრები, პირველი თვითმყოფადი უბანი ქალაქში, რომლის შესახებაც მეტ ინფორმაციას ნახავთ ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში. დღეს ჩემი სტუმარია ჩემთვის გამორჩეული და უნიკალური ადამიანი, ნიკოლოზ წულუკიძე. გამარჯობა. რომელსაც ვიცნობ ძალიან დიდი ხანია, ჩვენ ერთმანეთი გაგვაცნო, ჩვენმა უახლოესმა მეგობრებმა. თავიდან დავმეგობრდით, მერე კოლეგებიც ვიყავით, მუშაობდით ერთად ტელევიზიასა და რადიოში. და ნიკოლოზ, მე მინდა რომ საუბარი დავიწყოთ წარმატებაზე. იმიტომ რომ მე რო შენ გაგიცანი, მაშინ რამდენი წლისები ვიყავით? ნუ ალბათ 19-20 წლის. ალბათ. და შენზე სულ მქონდა ის განცდა, რომ უკვე ძალიან წარმატებული იყავი, იცი? მართლა? კი, და მეგონა რომ ამ ადამიანს უკვე რაღაცისთვის აქვს მიღწეული. და ეხლა რომ ემზადებოდი ამ პოდკასტისთვის, ამაზე დავფიქრდი, რომ რა ქონდა ნიკოლოს, რამაც მოუტანა აი ეს წარმატება თან ადრეულ ასაკში. მერე გამახსენდა ერთი სოციოლოგიური კვლევა, ერთი არა, მრავალი იყო ესეთი ჩატარებული და ყველას პასუხები იყო ესეთი, რომ ადამიანის წარმატების სამი ფაქტორიდან, ესე იგი, მესამე ადგილზე არის პროფესიონალიზმი, მეორეზე არის ნებისყოფა და პირველზე არის სოციალური უნარიანობა. ანუ უნარი იმისა, რომ ადამიანებს ადვილად გაუგო, მის თვალსაზრისზე დადგე, მისი თვალით დაინახო სამყარო და შეგეძლოს მისი გრძნობების, განცდების ამოცნობა და ადვილად ურთიერთობა მასთან. ნუ რა თქმა უნდა, ეს სამივე ფაქტორი შენ გაქვს განვითარებული უმაღლეს დონეზე, მაგრამ აი სანამ წარმატებას მიაღწევდი და პროფესიონალიზმს მიაღწევდი, მგონია რომ სწორედ სოციალურმა უნარიანობამ გაგიკვალა გზა. იმიტომ რომ თუნდაც აი შენი თეატრალურ უნივერსიტეტში მოხვედრის ისტორია ამაზე მეტყველებს. და მოდი გაიხსენე. ალბათ. ყოველ შემთხვევაში მგონია რომ როცა რაღაც მნიშვნელოვანი შეხვედრა გაქვს, ერთია და ემზადები რომ შენ როგორ წარადგინო შენი თავი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ალბათ იფიქრო შენ წარდგენილს ის როგორ აღიქვავს. და ეს განცდა სულ მქონდა და ეს განცდა აქ ისეთ ადამიანებს, ვინც თავის თავში ბოლომდე დარწმუნებული არ არის. ვისაც თვითშეფასება არ აქვს იმ თამასაზე, როგორც აუცილებელია წარმატებისთვის. ეს არც ცუდია და არც კარგი, უბრალოდ ამაზე უნდა იფიქრო, რომ როგორ შეავსო ეს ყველაფერი. აი როცა ეს თეატრალური ინსტიტუტის უნივერსიტეტის ჩაბარების ამბავი გაიხსენე, ვაბარებდი სამსახიობო ფაკულტეტზე. ვერც გადასარევად ვღეროდი, ვერც გადასარევად ვცეკვავდი, არც გადასარევი პლასტიკა და ისეთი სასცენო მეტყველება მქონდა, ვიყავი ერთი საშუალო მომზადების აბიტურიენტი. ამიტომ ვიფიქრე, რომ აი რა უნდა ვქნა მე, რომ იმდენად ეფექტური იყოს ჩემი გამოსვლა, რომ მე აი ეს ძალიან დიდი კონკურსი 150 კაცი იყო ერთ ადგილზე დაახლოებით. მაშინ ისეთი კონკურსი იყო თეატრალურ უნივერსიტეტში და 6-7 ჯგუფი აყავდათ, ეხა ერთი ჯგუფი აქვს. ხო, და მოვიფიქრე, რომ დავწერ მეთქი იგავარაკს, რომელიც უნდა წავიკითხო. და სულ არის იგავარაკები დღიდან დაარსებისა თეატრალურ ინსტიტუტში, ეს აკაკისეული თარგმნილი გენიალური იგავარაკები კრილოვის. და ამას კითხულობენ ჩვენი აბიტურიენტები და მოდი მეთქი დავწერ ჩემ ყოფაზე, რომ უღრან ტყეში ერთ გორაზე პატარა წყაროს მახლობლად განთქმული მსახიობები დათვი და ლომის ახლობ. იმ გორაზე, იმ წყაროსთან მსახიობთა ახლო-მახლო პაპისგან დანატოვარი აქვს ბაჭიას სამოსახლო. და ეს ბაჭია ვიყავი მე, მოიცადე, აქვს ბაჭიას სამოსახლო. ლამაზ და კოხტა ეზოში ნატრის ხე ამოსულიყო, ბაჭია იქ ოცნებობდა არტისტი გამოსულიყო. დავხატე სიზმარში სცენაზე იდგა, სცენას ყვავილებით რთავდნენ, ჩიტები და ცხოველები ოვაცებს და მოკლედ ესე და მიდის ეს ბაჭია მისაღებ კომისიასთან და გამომცდელება მის თვალებში მონდომება რომ ამოიკითხეს, შეაწყვეტინეს ბაჭიას ხრობა და ამიგავის მორალი კითხეს და უცბად მე მივხვდი რომ ამ ჩემი იგავარაკის საკითხვით კომისია ყურადღებას მიაქცევდა სიუჟეტს, ამბავს რა ხდება. იმიტომ რომ იმ ატმოსფეროზეა დაწერილი თვითონ იმ თითოეულ მათგანზე, ვინც კომისიაში სხედან. თან რაღაც ახალია. თან ახალია, რაც აქამდე 100 წლის განმავლობაში არ მოусმენი ამ თაობებს, ვინც კომისიაში იცვლებოდა. და
მე იქ გავძრებოდი ჩემი რაღაცა არასწორი წარმოთქმული ბგერით, ინტონაციით, მოკლედ შევფუთე გადასარევად ეს მოცემული. რამაც იდეალურად გაამართლა, იმიტომ რომ გიგალორ ტრიფაინძე გურამ საღარაძე მომუშა გაწერილი არ ვიცი, სულ ყველა ისხდნენ მაშინ კომისიაში და თავიდან რომ დაიწყეს და როდამთა და ესო ვისი იგავარაკია, ისე მახსოვს. გიგალორ ტრიფაინძემ გიტყვი, მე დავწერე. წერო და არამედ საერთოდ არ წერთქო, მაგრამ ამ დღისთვის რომ ემზადებოდი და ეს უფრო მოეწონა. ანუ მე არ ვიყავი ბიჭი, რომელიც ლექსებს წერდა და თან იგავარაკეს და წერა. ამ დღისთვის დავწერე. და რასაკვირველია გავწერი. არა იდეალური ქულით, მაგრამ გავწერი. მეორე გამოცდა უკვე იყო საუბარი თეატრის ისტორიაზე, კოლოკვიუმი ერქვა. თეატრის ისტორია ვიცოდი ისე, როგორც ეხლა ვიცი, აბიტურიენტმაც. იმიტომ აი მთელი ცხოვრება პირველი კლასიდან ვიცოდი, რომ მე ეს საქმე მიყვარდა და მაინტერესებდა. და აქაც ისეთი ნიუანსებით ჩავაბარე, რომ იძულებული იყო კომისია, რომ 5 დამეწერა. თუმცა მაშინ კომისია მარტო ცოდნის მიხედვით არ წერდა ნიშნებს, იქ რაღაც ქვედა დინებებიც იყო, მაგრამ აი ამ დინებებს ავაცდინე. მაშინდელი კომისია. და იქ დაირღვა რაღაცა სქემა, ჩემმა 5-იანმა არია იქ რაღაცეები. მას მე შეიცვალა. მაინც პასიანზე მოხდი. თუმცა მოვემზადე, მოვემზადე რა მიძულებული გავხდი, რომ დამეტოვებინა სამსახიობო ფაკულტეტი ეს ბევრჯერ მომიყოლე და თავიდან ჩავაბარე. მანამ სანამ უფასოზე არ, იმიტომ რომ ვცნობდი, რომ ეს შემეძლო თეატრალურში უფასოზე მესწავლა. და თავიდან გავიარე მისაღები გამოცდები და უკვე მოვხდი უფასოზე. ამიტომ რაც შენ მითხარი, სწორი ხედვა ყოველთვის უნდა აღიქვა იმ ატმოსფეროს მოთხოვნილება, სადაც შენ გიწევს ყოფნა. და სოციალური უნარიანობის განვითარებისთვის ერთ-ერთი ისეთი მირთვიწყალი, ერთ-ერთი საუკეთესო სავარჯიშო არის განსხვავებული და უფრო მეტიც ცოტა არასასიამოვნო ადამიანების მიღება და მათთან ურთიერთობა. ანუ მათი არა გარიყვა და თავიდან მოშორება, არამედ პირიქით, მათთან მიახლოვება. აი შენთვის რა იყო ეს მთავარი სავარჯიშო, რამაც განგივითარა? ნუ როგორც ვატყობთ, შენ ეს თანდაყოლილიც გქონდა, თუმცა ყველა უნარის განვითარება შეიძლება რაღაც დონემდე, ხო? მეოთხე კლასში ვიყავი, როცა არტოს ბაღში მე აღმაშენებელზე გავიზარდე და ჩემი სახლის წინ არტოს ბაღში დავდიოდი თეატრალურ სტუდიაში. და იქ ჩემმა პედაგოგმა აი დღე მახსოვს, მდგომარეობა მახსოვს, თქვა ეგეთი რაღაც. აიო, ჟურნალს რო ათვალიერებთო. შლი რაღაცაზე გაჩერდები, დაინტერესდებიო, რა ჩაიკითხაო. მე რაღაცაზე გადაშლი არ გაინტერესებსო და აი რაღაცაზე არც ეს არ. აიო, თქვენ უნდა იცხოვროთ ისეო, რომ როცა თქვენი გვერდი მოვა, იქ შეჩერდეს კითხველი. ეს ისე ხატოვნად, აი აღწერა ეს გადაფურცვლა და რაღაცა ეს ატმოსფერო დახატა. ისე მახსოვს, რომ წამოვედი გზაში ვფიქრობდი, რომ აი რა უნდა ვქნა მე, რომ მე გავაჩერო მაყურებელი კითხველი თუ ადამიანი ჩემს. ამას მე დაემატა ერთი ჩემი გადასარევი პედაგოგის, ბატონი ვასო კიკნაძის უკვე სტუდენტობის დროს ნათქვამი ფრაზა. თქვენი თავიო იმაზე ოდნავ უფრო ძვირად უნდა გაყიდოთ, ვიდრე მისი თვითღირებულება არის. არც ისე ძვირად, რომ არ გაიყიდოს და ჩარჩესო, მაგრამ არც ისე იაფად, ვიდრე მისი ნამდვილი ფასიაო. მაგრამ ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის თქვენ იცოდეთ თქვენი თავის თვითღირებულება, ანუ იცნობდეთ თქვენ თავს. აი მე ჩემი ცხოვრების მთავარი ამოცანა არის ჩემი თავის გაცნობა. აი მე დღემდე ვეცნობი ჩემ თავს. ადამიანების უმრავლესობა, აბსოლუტური უმრავლესობა, რო ვაკვირდები, თავის თავს არ იცნობენ. აი არ უფიქრდებიან, ცხოვრება არ იციან, მიყვებიან. და ძალიან საინტერესოა ცხოვრება თუ შენი თავის გაცნობაში აი და გაკეთილშობილებაში, აი სულ უნდა ეცადო, რომ გააკეთილშობილო შენი თავი და მე აი სულ ჩემი თავის ამოცნო, რა შემიძლია, არასოდეს ჩემ ცხოვრებაში არ მიფიქრე, რომ მე ტელევიზიასთან რაიმე საერთო მექნებოდა, არასოდეს.
აი ისეთი ინტერესები აღმოვაჩინე, რომელიც არასოდეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არ იყო. და რაც იყო ის აღმოჩნდა, რომ არ გამომდის. და არ მსახიობობა. და რო აღმოჩნდა არ ეს ჯერ სხვამ მითხრა არ დაუჯერე, მე თვითონ რომ მითხრა გოგი მარგველაშვილმა რომ წადი სამსახიობო ფაკულტეტიდან. უცბად ისე მოხდა, რომ შუა ქალაქში ხამიშოუს სტუდიაში მე სცენარისტად მუშაობდი და შუა ქალაქში როლი შემხვდა. როლი რო შემხვდა, მე შემეძლო რომ რამდენი როლიც მინდოდა იმდენი მეთამაშა, თქვა სხვა სერიალში. ძალიან კარგად გამოგიჩნდა. მაგრამ მე მივხვდი რომ იმ ერთი როლის გარდა მე სხვა როლს სხვანაირად ვერ გავაკეთებ. აჰა. და იქ უკვე მივხვდი რომ მართალი იყო ჩემი პედაგოგი, რომელმაც მითხრა რომ შენი ადგილი თეატრში არის, მაგრამ არა სცენაზე, გოგი მარგველაშვილი. ამიტომ მივყევი ამ ძებნას და მივედი იქ, სადაც ახლა ვარ. შენ მე მახსოვს გქონდა ესეთი პერიოდი ცხოვრებაში, როდესაც სკოლებში ასწავლიდი თეატრის ისტორიას. რატო დავინტერესდი ხა ამ ამბით? მე ძალიან მწყდება გული, რომ სკოლებში, ეს დიდი ხანია, მაგრამ სკოლებში აღარ ისწავლება რიტორიკა და მეტყველება. რიტორიკასაც ვასწავლე. ხო, მოიცავდა, ხო და აი მოდი მომიყევი. რას მოიაზრებდა ეს თეატრის ისტორია? და მინდა რომ ხაზი გაუსვათ აი სწორედ რიტორიკას და მეტყველებას ისევ წარმატების ჭრილში. იმიტომ რომ რიტორიკა ფაქტობრივად მოიცავს ფსიქოლოგიასაც. აი სწორედ იმას, რომ როგორ უნდა წარმოთქვა შენი სათქმელი, რომ ადამიანები დააინტერესო. ერთ-ერთი მთავარი საგანი ჩვენს ქვეყანაში, გიმნაზიებში, სასულიეროშიც და საეროშიც, იყო რიტორიკა. სამწუხაროდ აღარ არის. დღეს აღარ არის. რიტორიკა არ არის მეტყველება. მეტყველება არის როგორ თქვა და რიტორიკა არის რა თქვა და რანაირად თქვა. ქართულ ენას თავისი მუსიკალურობა აქვს, აი წყობა აქვს რაღაცა, აი ეთნოჯაზივით არის, რომელსაც უნდა მიყვე. როგორც კი არ ღვევა მუსიკალურობას, ირღვევა სმენის ატმოსფერო. ამიტომ ამას ისევ და ისევ ფიქრი ჭირდება, უნდა უსმინო შენ თავს. ამაში გეხმარება რადიო და მქონდა საშუალება და მაგ 20 წელია რადიოში მემუშავა, ხო? და მე უსმინო შენ ჩანაწერს. საერთოდ ხშირად უყურებ ხოლმე ჩემ გადაცემებს და სულ გაღიზიანება გამოსწორების პროცესში ვარ ჩემ თავთან მიმართებაში. მაგრამ მამშვიდებს ერთი ფაქტი, რომ თქვა, შეიძლება უფრო მომწონს შარშანდელი გადაცემა, ვიდრე 20 წლის წინანდელი გადაცემა, რაც მაჩვენებს, რომ განვითარდი. რაღაცა წინ მიდიხარ. ხო? ამიტომ რიტორიკა ყველაზე მნიშვნელოვანს გაძლევს შენ სკოლაში ბავშვებთან მუშაობა, რომ უყურებ ცინცხალს, ხართ თვალებს. და ეს ამბების ისტორიაც ჯერ სკოლაში და მერე უკვე უნივერსიტეტებში და ეხა უკვე მარტო თეატრალურში და მანამდე სხვადასხვა უნივერსიტეტებშიც ვიყავ ილია-უნით დაწყებული. ვნახულობ სტუდენტის თვალში. ის არის ინდიკატორი, რომ აი რო ყვები რაღაცა პერიოდს, აი ამ პერიოდის რომელმა ამბავმა, რომელმა მონაკვეთმა მოხიბლა სტუდენტი. და მე უკვე ამით ვფუთავი იმ რაღაც ჩემ მონო არის სპექტაკლი დავარქვა თუ პერფორმანსი თუ რა დავარქვა, რასაც ეს ქართული თეატრის ამბავი ქვია, ქართული ანიმაციის ამბავი, ნიკო ნიკოლაძეზე თუ ისეც ყვები ხოლმე. ხო და აი შენზე მეტყველად არ ვთქვი, რომ უნიკალური ადამიანი ხარ, იმიტომ რომ შენ იმდენი რამე გიცდია ცხოვრებაში და თან ყველგან რაღაც გამოგსულია. ზოგ სფეროში უფრო მეტი, ზოგში მაგრამ მე არ მახსენდება, სადაც შე რაღაცა არ გამოგივიდა. იმიტომ რომ პირველი არ გამომივიდა. პირველი თავარი ოცნება არ გამომივიდა. მსახიობობა. რო ვიცი ეს რა განცდა ორჯერ ვიფიქრე თავის მოკლაზე, რომ წამოვედი, როცა გოგი მარგველაშვილმა ეს ფრაზა მითხრა, რომ არ არის არტისტობა და მე შენ გიშვებ ჯგუფიდანო. აი სანამ თუმანიშვილის თეატრიდან სახლამდე მარჯანიშვილის მოედნამდე ფეხით მივიდოდი, ორჯერ ვიფიქრე, რომ დამთავრდა ჩემი ცხოვრება. მაგრამ როცა ეს გამოცდილება გააქვს, მე უკვე ძალიან ფრთხილობ და თუ დარწმუნებული არ ხარ, იმ ნაბიჯს არ დგავ. მაშინ მეგონა რომ ეს იყო ყველაზე რთული, რაც უნდა დამეძლია ალბათ, მაგრამ მე თურმე ისეთ რაღაცები მელოდებოდა წინ, რომ ეგ ეხა საარაკოა, მაგრამ მაინც გამოცდილებაა, რომ რაღაცა თავიდანვე ჯობი არ გამოგივიდეს, ვიდრე შუაში და ბოლოს, იმიტომ რომ მე უკვე უნარი აღარ აქვს, რომ შეებრძოლო და ახალი დაეწყო. მე არასოდეს ახლის დაწყება არ მეშინ.
ხო, სხვათა შორის ადამიანი რომელიც გგონია რომ ცხოვრებას გინგრევს აღმოჩნდება მერე კი, რომ თურმე ნამდვილად. შენთვის ხელი მოუმართავს. დღემდე რაღაცა მნიშვნელოვანი რომ ხდება და გზა გასაყარზე ვარ, ერთ-ერთი პირველი გოგი მარგველაშვილია, ვისაც ვეკითხები, იმიტომ რომ ჯერ ამისი. მმ. და აი ამას ვამბობდი რომ შენი აი ეს ამდენი ნიჭი და ამდენი სფერო სადაც მუშაობდი ტელევიზიაში იყო შენი პირველი სამსახური სხვათა შორის გახსოვს ჩემი პირველი სიუჟეტი შენზე რო კი, გავაკეთე როგორ არ მახსოვს, როგორ არ გასაყვარელი მახსოვს. სიუჟეტი იყო ესე იგი ვინახავდი ნიკუშაზე დისკზე გავაკეთე მქონდა ხო გადაწერილი. ნიკუშაზე მე მაშინ სტაჟიორი ვიყავი იმედში და ну ჩემთვის იყო აი ხელის კანკალით ვაკეთებდი ამ პირველ სიუჟეტს და ერთ-ერთი იყო ნიკუშაზე სიუჟეტი და იყო 3 მარტი. ეს იყო დედის დღე. აქვე მოვიკითხავ ქალბატონ დოდოს ხო, და დედაშენს. თუმანიშვილის თეატრში კი. რო აი ხა აი სიუჟე ხა 3 მარტი რო ახსენე ყვავილები რო გეჭირა, ყვავილები რომ ტიტები მივარდი. გახსოვს? ხო და მოკლედ შენ ესე იგი ტელევიზიაში წარმატებულიყავი, ну თეატრმცოდნე ხარ, ახლა პროფესორი ხარ, რაღაც ფანტასტიკური სპექტაკლი დადგი, ხარ ლექტორი, რადიოში მიყავს ძალიან საინტერესო გადაცემა ჩვენ მიყვავდა ერთად ეს კი, ბატონო. გადაცემაც და აი ამ ყველაფერს შენი აზრით აი რა აერთიანებს? ჩემთვის ეს არის აი შენი ამბის თხრობის არაჩვეულებრივი ნიჭი. ალბათ, მაგრამ ყველა ეტაპზე სხვადასხვა რა. მჰმ. რაღაც ეტაპზე ინტერესი, ცხოველი, ხო, აი ნება პირველი. ინტერესის, რომ აი ეს რა არის, ეს რა არის, ეს რა არის, ეს რა დაუოკებელი, რაც მჰმ. დღემდე მაქვს. ეხლა ამ ეტაპზე ვცდილობ რომ არ მქონდეს თავისუფალი დრო, რომ არ მქონდეს რაღაცა ჩემ ფიქრთან დარჩენის რაღაცა ჩემ განცდასთან მჰმ. დიდხანს გაჩერების დრო და ვაი ხანდახან ისეთ რაღაცას ვაკეთებ, რაზეც ნერვები მეშლება რომ ვწდები, მაგრამ მე მაინც ვაკეთებ. მაგრამ აი ეს ამბის თხრობა. თხრობა, არ ვიცი. მე ამბავს კი ვყვები კარგად, კარგ ამბავს ვყვები. და კარგ ამბავს რო ყვები საინტერესო მოსასმენია და უბრალოდ ისე უნდა მოყვე რომ არ გააფუჭო. აი ინტონაციას აქვს მნიშვნელობა. მე ხანდახან დამიწყე რაღაც ამბის მოყოლა და ვიღაცას შეუწყვეტინებია და მე ის ამბავი აღარ გამიგრძელებია, იმიტომ რომ იქ რო გაწყდა, აი ის აზრი, ემოცია, ის შედეგი აღარ იქნება. იმიტომ რომ გაწყვეტილი ემოციას უკვე სხვა რეზულტატი აქვს. ამიტომ აღარ ხანდახან არ ბრაზდები, მაგრამ ვიცი რომ აზრი არ ექნება იმის მოყოლას და მე გადავდივარ სხვაზე. ეს საიდან ისწავლე? ვინმე შენ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ესეთი მნიშვნელოვანი პერსონები იყვნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ იცი რა. არ ვიცი, გეტყვი. მე ძალიან მიყვარდა მოსმენა. ხო. აი მე სულ უსმენდი. აი დიდი ხანი მთელი ჩემი სწავლის პერიოდი იყო ეს ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა თუ სკოლა, სულ უსმენდი. და ვალაპარაკებდი იმ ხალხს, ვისაც აღარ უსმენდნენ. ერთხელ არ მახსოვს ვიღაცამ თქვა სიბერი არის ასაკი, როცა ყველა კითხვაზე პასუხი გაქვს, მაგრამ არავინ არაფერს არ გეკითხება. და მე ამ დროს ამ ხალხს ვეკითხებოდი. გულისხმობ ჩემი სფეროს წარმომადგენლებს თეატრში. და აი ამ მოსმენით როცა აღარ დარჩა თითქმის აღარავინ ვისაც შეეძლო იმ თაობიდან ეს რაღაც ისტორიები მოეყოლათ, მივხვდი რომ ეს ისტორიები დაიკარგებოდა. რადგან ეს არ იყო არსად დაფიქსირებული. ან ალაგ-ალაგ იყო მიმობნეული. და რა ჰქონდათ ამ ადამიანებს? აი რატო უსმენდი მათ? იმიტომ რომ სხვები არ უსმენდნენ და გინდოდა რომ შენ შეგევსო ეს სიცარიელე მათთვის, თუ აი რატო? მე არ ვიცი გახსოვს თუ არა, მე როცა დავიწყე ამ ხალხის გადაცემებში დაპატიჟება, მაშინ მათთვის არც ერთ არხზე საეთერო დრო არ იყო. არ მქონია შემთხვევა დამემთავრებინა გადაცემა და არ შემოსულიყო ზარი ერთი კითხვით, რომ ეს ხო გარდაცვლილი იყო კაცო. ვერ ვაჯერებდი მაყურებელს, რომ სულიკო კოროშინაძე ცოცხალი იყო. ვერ ვაჯერებდი მაყურებელს, რომ გიული ჩოხელი ცოცხალი იყო და ეს ხალხი ხელახლა ცოცხლდებოდა მათ თვალწინ, ხო? მე რაღაც ურთიერთობა გრძელდებოდა. გიждდებოდნენ ეს ადამიანები შენზე? 99%. იმიტომ რომ მართლა გულწრფელი მეგობრობა იყო და მე ბევრი რამე მივიღე. მე რა ვიღაცებთან ძალიან დიდი რამდენიმე ერთთან განსაკუთრებით აი ძალიან დიდი გულისწყენა მქონდა, იმიტომ რომ და მე მივხვდი რომ
ეს არ არის მისი ბრალი, ეს არის ალბათ რაღაც ასაკის ბრალი, რომ უკვე ვეღარ აკონტროლებს რაღაც ისეთი გადაცდომებს აქ ადგილი, რომ მივხვდი, რომ იქ დისტანცირება ჯობია. ამიტომ ამას ნელ-ნელა სწავლობ, მაგრამ საბედნიეროდ დამრჩა ეს სხვა ემოცია და სიყვარული და ისტორიები. აი ამით ვარ ბედნიერი, რომ ამ ხალხის ნდობით მე იმიტომ რომ მათ არ ყავდათ მსმენელი და უცბად ნახეს. სხვათა შორის მამაჩემს აქვს ერთხელ ჩემთვის ნათქვამი, რომ ვინც ბევრს უსმენს, მას ბევრსაც მოусმენენ. ხო, აი ზუსტად ის რაც ხა შენ ახსენე. და ეს მოსმენის კულტურა ცალკე კითხვა გქონდა შენთვის მომზადებული, მაგრამ აი შენ დამასწარი და მე ვფიქრობ, რომ კარგ ორატორად რო შედგე, კარგ ამბის მთხრობელად, თუ მოსმენის უნარი არ გაქვს განვითარებული და თუ ამაზე არ არის დაფუძნებული ეს შენი ორატორული საქმიანობა, ძალიან გაგიჭირდება. აი ისე მახსოვს პირველი ლექციაზე რომ უნდა შევსულიყავი ბატონმა ვასოკ იგნაცემ კარდიოგრამა დამიხატა. ეს არის ლექციის ჩატარების კარდიოგრამა. აი იმ 50-45 წუთში თუ 1 საათში რა დროს დუმდება სტუდენტი, რა დროს აი სოციალური თემა უნდა შეაგდო, რა დროს რაღაცა კონკრეტული მაგალითი მოყვე, რა დროს თეორიულზე გადახვიდე, რომ არ მოდუნდეს და სულ საინტერესო უნდა იყოს შენი მოსმენა, რომ არ უნდა დაჭდე ლექციის ჩატარების დროს, რომ ზოგი ფურცლი და რო კითხულობს ლექციას და თვალებში და ეს არის აი მუდმივი ყველაზე კარგი გაგებით ფლირტი სტუდენტთან, რომ შენ სულ დააინტერესო ის. რომ შენ მოსმენა იყოს ძალიან საინტერესო. ამიტომ უნდა იცოდე მას რა აინტერესებს. მაშინ შეგეკითხები ქართული თეატრის ამბავზე ამ სპექტაკლზე, რომელმაც ჩაიარა ანშლაგი თუ სადმე არსებობს, აი ამ სპექტაკლის შემთხვევაში და შენ ამბავს მე არ ვესწრებოდი, მაგრამ ჩემო მეგობრებმა, ვინც მითხრეს და შთაბეჭდილებებს, ვინც აზიარებდა, ყველა ამბობდა, სხვა შორის გუშინვე საუბრობოდი ნინო გაჩეჩილაძეს და ესე იგი ნიკუშა ის ვებაო, რომ იქ მგონია თავი, აი იქ ვიყავიო რა ამბავსაც ყვება და ეს ისე გამოსდის ისე ბუნებრივად, რომ ერთი წამით არიღლები. აი ერთი წამით არიღლები მოსმენს, როგორ შეძელია ეს? ეს გამოცდილია სტუდენტებთან. და ეს მაიძულა რა. მოკლედ არ ვიცი, როდესაც დამემართა ის რაც დამემართა ცხოვრებაში, პირველი რაც დავიწყე იყო ლექციების ჩატარება. და მე მალევე დავბრუნდი ტელევიზიაში, მაგრამ ჯერ აი პირველი გასვლა იყო სტუდენტებთან შესვლა. მივხვდი რომ რაღაცები აი მოდუნებულია, მავიწყდება რაღაცა და შემეშინდა აი ამ ყველაფრის დაკარგვის რა და ვიფიქრე რომ მოდი ჩემ თავს გამოვიწევ რომ აი ამდენს ერთად მოვყვები და ახლა 100-მდე ისტორია იქ. დეტალები ილია ჭავჭავაძის დაწყებული, დამთავრებული არ ვიცი. გიორგი ერისთავი. ხო? დეტალები, რომელიც უნდა თავმოყრილი იყოს. და ეს მინდოდა ჯერ ჩამეწერა გადამეხო. მე ვიფიქრე რომ არა რომ ვყვები როგორ იცეკვე, როგორ დაგაკეთდა ხორუმი, რომ ეს არის კწანისის ბრძოლა და ფიცხელ ომში რომ მღერო და მაჩაბელი დაწერა ლადო ასათიანმა და ამ დასზე არაფერი არ ვიცით, რომელიც ამოწყდა კწანისის ბრძოლაში. მოდი იქნებ აქ იყოს ხორუმი. რასაკვირველია სუხიშვილები. მერე სამაია რომ არის რომ ფრესკიდან ამოღებული ეს ჩვენი კოსტუმის ისტორია ახმეტელის წერილი არის თუ არა ქართული თეატრი, მოდი აქაც იცეკონ სუხიშვილებმა. სიმღერა, აქ იყოს სიმღერა, მუსიკა, მოდი ორკესტრი და უკვე რაღაცა შეიფუთა ისე. მე ვყვებოდი ამ ამბებს და აი ამ დიდებულ ჯგუფთან, გუნდთან დაწყებული დირიჟორით, რეჟისორით თუ სუხიშვილები თუ ვისითაც ვინც იქ ყველანი სცენაზე იდგნენ, ჩემი კოლეგებით დამთავრებული, ხო? ჩვენ რაღაცა მოუყარეთ თავი. ეს არ იყო რაღაც პროფესიული ვიღაცებს მე ვისაც ის ინტრიგანობა მოუნდა ყველამ რომ აი იქ გამოწყდა და იქიდან რატო დაიწყო და იქ რომ მე ავიღე რაღაც ისტორიებს მოუყავი და მე ხო არ ვამბობ რომ მე მოუყევი ქართული თეატრის ისტორია თავიდან ბოლომდე. ქართულ თეატრზე ამბები მოუყევი იქიდან და იქიდან. ხო და უცბად
მოხდა ისე რომ გაიყიდა ყველა ბილეთი. მე თვითონ დამიკავშირდნენ სპონსორები, დედას გეფიცები და თვითონ დააფინანსეს რომ კიდე ყოფილიყო 2. ამ 2-ზეც გაქრა ყველა ბილეთი. და მე მივხვდი რომ რა კი ქართული თეატრის ისტორიაზე ესეთი მოთხოვნა არის. დავიწყეთ და ამ სპექტაკლმა იცოცხლა, არ ვიცი, ნიუ-იორკში მილენიუმის თეატრში 1300 ბილეთი გაიყიდა ამ სპექტაკლზე და ალიკანტეთი დაწყებული, ჰააგათი დამთავრებული ყველგან ჰქონდა ჩატანილი. არაფერს ვამბობ ზუგდიდზე, ბათუმზე, ქუთაისზე, რუსთავში, მთელ საქართველოში რომ იმოგზაურა. იმიტომ რომ მივხვდი რომ ამ ამბავმა სწორად შეფუთულმა ალბათ დაინტერესა ხალხი. და რასაც მე აუდიტორიაში 20 სტუდენტს უყვებოდი, გმირეს და ტებერიაშვილზე ან თამარა წულუკიძის დაარსებულ თოჯინების თეატრზე, უცბად ამან Facebook-ზე დადებიდან 1,300,000 ნახვა 24 საათში. ბუსტის გარეშე. რა თქმა უნდა. და მივხვდი რომ თურმე საინტერესოა და მთავარია როგორ წარმოვდგენ. და შენ კარგად თქვი თავიდან, მე ამბავს კარგად კი არ ვყვებიო, კარგ ამბავს ვყვებიო. ხო, კარგ ამბავს ვყვები და კარგი ამბის მოყოლის გამოცდა ერთ რეჟისორზე ამბობდა ჩემი პედაგოგი ქართველ რეჟისორზე, რომ აიო რო დადგავდაო სპექტაკლს 20 მიზანსცენას ანახებდა მსახიობსო ერთი კონკრეტული სცენის გადაწყვეტას. აიო ან ესე გავაკეთოთ, ან ესეო და ამ 20-დანო 19 კარგსო არ აირჩევდა და ის მე-20 რომელიც ცუდი იყო იმას ირჩევდა. რა საინტერესო. ანუ ფანტაზია ქონდა და გემოვნება არ ქონდა და ამიტომ ამაში და ამიტომ სწორი არის სწორად შეფუთო. რა ისტორიები მოყვა. და ამიტომ ამის და მთავარი რა გავთვალე იცი სალომე. მაყურებლის აღქმა. მე ვუყურებ სპექტაკლს, უყურებ იმ სკროლას, რომელიც მაღიზიანებს. ანუ სპექტაკლის დროს როცა სკროლავენ. ხო და ჩემი ინტერესი იყო რომ თუ არავინ არ ასკროლავდა. და ამას ყველაზე კარგად არტისტი და მსახიობი და მომხსენებელი და წამყვანი ხედავს, რომელიც ზემოდან უყურებს ამ განათებულ ეკრანებს. და ამიტომ ეს ისტორიები აბაგე იმაზე, რასაც იქ უნდა ჩახედოს, სტორებს. ჩემი ისტორიები იყო სტორები 10-20-15 წამიანი ამბები. რომელიც 15 წამში მთავრდებოდა. და შენ რო იწყებ ბევრ ლაპარაკს და თხრობას სანამ იმას შენ დაიახლოვებ და მოასმენინებ, ის გაგექცევა და აქ წავა. იმიტომ რომ აქ 10 წამიანი საცდუნებელია და შენ ჯერ 20 წუთი ლაპარაკობ იმაზე, რაზეც მეორე 20 წუთში უნდა გასცე პასუხი. როგორც კი ამან 10 წამში გაიგო პირველი, მეორე, მესამე, მე-10, მე-20, მე-100 და დამთავრდა და ეს ხელი დაუბუშდა. დაავიწყდა რომ უნდა ჩაესკროლა. ეს ხრიკია ალბათ ეს, მაგრამ გაამართლა ამ ხრიკ. ეს არ ვიცოდი, ესე იგი, შენ მაინც თანამედროვეობას ადაპტირდი ამ თანამედროვეობასთან, რაც დღეს არის აქტუალური, რასაც შეეჩვია ჩვენი თვალი და ყური. სულ ვცდილობ და მე ვცდილობ რას იცი, მე არ მინდა ვიყო მოსაწონი რაღაცა, მე სპექტაკლი გავაკეთე არა თეატრმცოდნეობის კათედრისთვის, მე სპექტაკლი გავაკეთე ხალხისთვის, რომლისთვისაც მინდოდა რომ მეთქვა რომ ესეთი ისტორიები ქონდა ქართულ თეატრს. რაც არ იცოდა. 99%-მა. იმიტომ რომ შენ ამბობდი რომ ეს არ იგუგლება ეს ამბები. ხო, რაღაცები მართლა ნამდვილად და მე ამაზეც მომიწი, ეს საწერია და სპექტაკლის პრემიერის მერე 2 თვე ამ ლიტერატურას ვაგროვებდი, რომ ეს აქ უწერია ამ წიგნში დოდარ გურაბანიძეს, ეს აკაკის მემუარებში წერია ასე. და ამასაც თავი მოუყარე. მოკლედ, საქართველოში 1 აკეთებს და 20 ეკაჩება, რომ ხელი შეუშალოს, მაგრამ ამ 20-თან ბრძოლით უნდა დაიწყო. ყველა ის საეჭო მოინტრიგნო ელემენტი, ვისიც იმედი მქონდა და შიშიც რომ რაღაცას იტყოდნენ, მოვიყვანე გენერალურ რეპეტიციაზე. და დავსვი და ვუთხარი, რომ აბა რას ფიქრობთ? რა არის რისი გამოსწორებაც საჭიროა, რომ ხვალ კი არ თქვათ პრემიერის მერე პოსტით. ეხლა მითხარით. და მოდი ერთად შევცვალოთ, ვიმსჯელოთ. როგორი რაღაცები მითხრეს იცი, რომ აქ წითელი განათებისთანაც წვანე ხარ. ესე ჩემი სოციალური უნარია. ხო, იმით დავიზღვიეთ. მაგრამ მაინც გამომჩერ რამდენიმე ინტრიგანი რომელიც მერე დადგა.
დაწერა. არა, უშავს მაგას ვერ ავირიდებთ, მაგრამ იმათგან ხო რაღაც მიიღე, ნუ თუ ძალიან მნიშვნელოვანი არ მიგიღია, ის მაინც აირიდე, რომ პრემიერის მერე რაღაცა ცუდს იტყოდნენ. ანუ ესეც ხო გათვლა, ესეც ხო, აი, ყველა ვერ მიხვდებოდა ამას. ცხოვრება გათვლა, სულ ყველაფერი გათვლა. ახმეტელი დასის რომ შეიკრიბებოდა, ბევრი ფოტოა დასის შეკრების გადაღებული. და ეტყოდა რომ მოდით აბა გადავიღოთ ფოტო. თვითონ დადექით. თვითონ იდგა და აკვირდებოდა, რომელი მისი მსახიობი სად დადგებოდა. ვიღაცა ცენტრში წავიდოდა, ვიღაცა ალბათ ბოლოში დადგებოდა, ვიღაცა გვერდზე. ამით ხდებოდა ამა თუ იმ დასის წევრს რა წარმოდგენა აქვს თავის თავზე ატმოსფეროში. და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არის თვით შეფასება კონტექსტში. შენი თვით შეფასება კი არა, აი იმ კონტექსტში, სადაც ახლა ხარ. იუთუბერებში შენი ადგილის შეფასება, გარედან, რაღაცა ტელეწამყვანებში ჩემი ადგილის შეფასება. აი კონტექსტში და ეს არის განსაზღვრელი გემოვნებისაც პროვინციალიზმი რა არის, როცა არ შეგიძლია შენი თავის თვით შეფასება კონტექსტში. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ახმეტელი, რასაც აკვირდებოდა. რომ აბა სად დადგებოდა. თუ ნახა რომ მისი საყვარელი არტისტი, რომელიც მნიშვნელოვანია დასში იქ დადგა, მან უნდა იმუშაოს ის წელი ალბათ, რომ ის თავის თავში აი აქ დადგეს მეორე დასის შეკრებაზე. შენ სად დადგებოდი მასეთ ფოტოს გადაღებისას? ყველა ეტაპზე სხვადასხვა დროს. რაღაც ეტაპზე, აი პირველ პერიოდში დავდგებოდი ბოლოში. მეორე პერიოდში ეპიცენტრში და ეხლა ამ პერიოდში ალბათ ისევ ბოლოში, იმიტომ რომ მომწონს ეს სიმშვიდე. აი მომწონს აი თურმე კარგი ყოფილა რა რაღაცა ძალიან არ დავინდა ჩემი თავი აი ამ რესურსის ხარჯვით რომ მე 7 საათზე ვიწყებდი რადიოში გადაცემას 11-ზე ვამთავრებდი მე 170 თაბახ კვირას წერდით კვირაში სცენარს ამ გოგონა გარეუბანი იყო თუ რა იყო ამდენი ლექციები ამდენი გადაცემები ყველა შაბათ კვირას წასვლა საიმედო ტურის გადაღება რეგიონში და 1000-ზე მეტი გადაცემა ყოველდღე პირდაპირ ეთერი არ მოუფრთხილდი ჩემთავს მაგრამ ეს თან მომწონდა ეხლა ისე მომწონს ეს რაღაცა განზედგომა ხო ის 20 წელიც მომწონს რომელიც ესე ვიცხოვრე მაგრამ ეხა ეს სიმშვიდეც მომწონს რომ რაღაცა ანუ შეგიძლია თქვა რომ ისვენე დასვენების ფას დასვენებას გაუგეგემო ხო ალბათ სიმშვიდე მაგრამ შენ მე ვერ წარმომიდგენი ხარ გაჩერებული სულ მეცადინეობ აი ეხლა მე მეცადინეობ დიმიტრი ყიფიანს აი ხო მეცადინებ თქვა ხან თეატრზე ხო ყველა მე რაღაცა ივანე ჯავახიშვილი იყო ჩემი გადაცემის რაღაცა დიდი ძალა მე ნიკო ნიკოლაძე რომელზეც აი სულ ყველგან მომწვენია ყველა ვიდეოზე რომ იმაზე რომ სევერიან წივწივაძის სამი თოჯინები იცინიაში რომ მე ნიკო აი ხა აღფრთოვანებული ვარ დიმიტრი ყიფიანით და კითხულობ სწორედ ეხა დაამთავრე თამაშ ჯოლოგოს არაჩვეულებრივი წიგნი და ну აი სრულიად დაუფასებელი კაცი სრულიად შეგიძლია მოკლედ გითხრა დიმიტრი ყიფიანზე წარმოიდგინე სრულიად ახალგაზრდა ბიჭმა მიიღო 32 წლის შეთქმულებაში მონაწილეობა და გადაასახლეს გადასახლება ნიშნავს იმას რომ შენ ადამიანი აღარ ახარ გადასახლებაში ესე იგი გვერდს სამუშაობას დაიწყებ და ვერაფერს დიმიტრი ყიფიანი გადასახლებაში იწყებს გადასახლებიდან 6 თვეში გადამწერად მუშაობას და 2 წელიწადში ხდება ვიცე-გუბერნატორი. ეს რა არის? და გუბერნატორს უნდა რომ მისი შვილი მოიყვანოს ცოლად. აიმე. გუბერნატორი ჩადის იმპერატორთან და ეუბნება რომ მას ნება დავთოთ სამშობლოში დაბრუნებისა. მას შემდეგ რაც დიმიტრი ყიფიანს არ მოყავს მისი ქალიშვილი ცოლად. მაგრამ მაინც მოუნდა რომ დახმარებოდა. ჩამოდის თარგმნის შექსპირი პირველად საქართველოს თარგმნა დიმიტრი ყიფიანმა რომეო და ჯულიეტა. გიორგი ერისთავთან ერთად აარსებს თეატრს. 69-ში აღდგენილ თეატრსაც აღდგენაშიც მთავარი მონაწილე დიმიტრი ყიფიანია და მის დაარსებულ საქმეში იცი რა თანამდებობაზე იწყებს მუშაობას. აი თეატრი რო დაარსო შენ ან მე, ხო ვიქნებით თეატრის დამაარსებლები, დირექტორები, სუფლიორად, მოკარნახეთ. იჯდა ნიჟარაში, მოკარნახის ნიჟარაში
და კარნახობდა მსახიობებს სწორ ქართულ ინტონაციას და სიტყვას, რომ ქართული ენა არ დამახინჯებული. აი რა საოცრად. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებით დაწყებული, არ ვიცი. სხვადასხვა დიმიტრი ყიფიანი იყო კაცი, რომელიც უფრო თესავდა და მე იმ ვეღარ მოესწრო და სხვები ხო, მაგრამ ის დიდი საქმეები გენერირებულია სწორედ მისი ჟურნალისტის კრით დაწყებული, არ ვიცი, აი რომელი როცა ეკატერინე ჭავჭავაძე იძულებული გახადეს რომ წასულიყო რუსეთში და აქ არ იყო უნდა გავენახათ კაცი რომ ვისაც ჩააბარებდნენ ამ დადიანების ქონებას ყველაზე პატიოსან და სანდო კაცად მოძებნეს დიმიტრი ყიფიანი და მისცეს ეს განსაზღვრელად და გამკარგველად. და რა იყო მისი თვისება ესეთი უმნიშვნელოვანესი რამაც არათუ გადაარჩინა არამედ აი ასეთ წარმატებამდე მიიყვანა. ალბათ დაუოკებელი სიყვარული სამშობლოს. აი ესეთი ადამიანების ცხოვრება არის, როცა შენ თავზე და შენ ოჯახზე 10 ჯერ უფრო შენი სამშობლოს ბედი გაინტერესებს. ესეთები იბადებიან ყველანი მე-19 საუკუნეში და მე მე-20 საუკუნეში რაღაც 10 წელიწადში ერთი კაცი იბადებოდა ეს. და იმის გამო რომ ეგზარხოსმა რა უქნა საქართველოს და დაწყევლა და გააუბედურა მარტო დიმიტრი ყიფიანმა მოწმინდა საქართველოს სირცხველი. ამის გამო გაუშვეს და თავში ქვა ჩაარტყეს და ისე მოკლეს. ხო, მაგრამ მან რაღაცა ღირსება შეუნარჩუნა თავის ქვეყანას. და სწორედ აკაკი წერეთელმა დაწერა განთიადი, რომ ცაფირუს ხმელი ზორმუხტო ჩემო სამშობლო ყარო სნეული დაუბრუნებულა მიუძღვნა დიმიტრი ყიფიანს და მასზე თქვეს რომ დიმიტრი ყიფიანი მეორე დიმიტრი თავდადებულია. ანუ და ჩვენ ახლა არ ვიცით ვინ არის დიმიტრი ყიფიანი. ნუ მე არ გულისხმობ რაღაცა ერთეულებს ხო. არ ვიცით ვინ იყო მიტროფანე ლაღიძე, ყველას გონია რომ მარტო წვენებს. არ მეც არ ვიცოდი, მეც წვენები გავიცანი. ხო ეხლა დიმიტრი ყიფიანს რომ მოვრჩები, მე სოლომონ დოდაშვილის კაცმა დაწერა ლოგიკა წიგნი. ქართველების უბედურება ის არის ის წიგნი არ გადავშალეთ, თორე ალოგიკური ყოფით ცხოვრობთ ყველა. ამიტომ აი ამ ეს ინტერესი მაქვს. რა კარგი ამბავი მოგვიყევი. ხო. ძალიან საინტერესო. საინტერესო. დიმიტრი ყიფიანზე 2 დღე შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ ნუ ეს ისე უბრალოდ. ისე გქონია განცდა რომ შენ კი არ შეარჩია ეს ამბავი მოსაყოლად. იმ ამბავმა აგირჩია. ყველა ამბავი თვითონ მირჩევს, იმიტომ როგორ შეიძლება არ მოყვეს. აი ნიკო ნიკოლაძე როგორ შეიძლება არ ილაპარაკო გაუთავებლად. და ანუ თითქოს ისე გადაწყდა სადღაც, რომ აი შენამდე უნდა მოსულიყო და აი შენ უნდა მიგეტანა აუდიტორიამდე. მე ეხლა ადვილია მაყურებლამდე მიტანა. სოციალური სივრცე, ტელევიზიით, რადიოთი. ადრე არ იყო ეს საშუალება. ხო, ადრე ეხლა სწორად თუ შეფუთავ ნებისმიერ რამე ესტატე ბერიაშვილი იცოდა ნათელა ურუშაძემ და ვასო კიკნაძემ და შვიდმა კაცმა. ეხლა ჩვენ რომ მოვყევით 1,300,000 ნახვა აქ, იმიტომ რომ ეს კაცი გაჩნდა, იმიტომ რომ ახმეტელის ეს ფურცლები გადაერჩინა რა. როგორც კი დახვრიტეს ახმეტელი უთხრეს რომ ჩაიტანე მისი ყველა საბუთი წაუკიდე ცეცხლი და დაწვი. ესტატე ბერიაშვილმა გააჩაღა რუსთაველის თეთრ სეზონში დიდი კოცონი, მაგრამ არაფერი ახმეტელის არ დაწვა. აი ესე უბეში იმალავდა და მიქონდა თითო ფურცელი და მალავდა თავის საწყალში. და როცა 20 წლის მერე გაირკვა რომ თურმე ახმეტელი უდანაშაულო იყო და ტყუილად დახვრიტეს და რეაბილიტაცია მოხდა, ისევ თითო ფურცელი მოიტანა და ბოლო ფურცლის ბოტანისას გარდაიცვალა. რო ნახეს ისე უბეში ერთი ფურცელი ედო. აი ეს კაცი რისთვის გაჩნდა? ოჯახი მას არ ყავდა. აი იმიტომ ალბათ მოვიდა ამ ქვეყანად რომ ჩვენ ამ გენიოსი ახმეტელის შესახებ ეს აფიშები, ფოტოები, პროგრამები, ჩანაწერები, დღიურები და ყველაფერი ქონოდა. ითიც მივხვდით რომ გენიოსი იყო. თორემ მთელი საბჭოთა პერიოდი მისი ხსენება იგრძელებოდა. ხო და შენ იმ ამბებს და იმ ადამიანებზე უყვები ხალხს, მე მგონი ვისი ხსენება საკრძალული იყო მაშინ ადრე. და დავიწყებას ეცემოდა. ხო, ყველაფერი და მე შენ მოეხმარო ამის გახსენებაში. ვიღაცა შენ გეხმარება, შენ ვიღაცას ეხმარები და ეს რაღაც პროცესია ესეთი. ისე ამბობენ რომ ამბის მთხრობელის მიღმა, აი მისი პიროვნების მიღმა ყოველთვის არის რაღაც ჭრილობა. შენ ეთანხმები ამ აზრს? აბარა მე მაგალითად
აი ამ ქართული თეატრის ამბის სქემა რო დავწერეთ, როგორ უნდა წასულიყო და რა იყო მთავარი დრამატურგია. ამ ამბავში მთავარი დრამატურგია იყო ახმეტელის და თამარა წულუკიძის შვილის სიკვდილი. როგორ დაიტირა შვილის ტანსაცმელი ციმბირში თოვლზე თამარა წულუკიძე. ცხოველების ყმუილის ფონზე. მე ამისთვის მომინდა რომ ეს გამეკეთებინა, რომ ამით რაღაც ჩემ ცნობას შეხებოდა ეს იქ დგომა. ამიტომ ეს ჭრილობა რაღაც გულწრფელი ემოცია არ არის აუცილებელი ეს იყოს ტრაგედია. ეს შეიძლება დიდი ბედნიერება იყოს, დიდი სიყვარული. ჩემ შემთხვევაში ეს მოხდა, შუა შემთხვევაში სხვანაირად ბადებს რაღაცას. როცა ეს გულწრფელად შენგან წამოსულია. მე ყველა მაგ სპექტაკლზე სიცოცხლეს ვდებ, იმიტომ რომ მე ერთი კვირა რომ ვემზადები მთელი ის 1 საათი, რომ ის ისტორია მოვყვე. მე ამ ისტორიას რო ყვები, იქ არაჩვეულებრივად გააკეთა ნიკა საბაშილმა ეს თვითონ ის თოჯინა, რომელიც ციმბირში თოჯინების თეატრისთვის შეკერა თამარა წულუკიძემ თავისი ღილებით და თევზის ფხით შეკერა ნემსი რო არ ქონდა. აი ეს თოჯინა მიკავია ხელში, როცა ამ ამბავს ყვები და ეს თოვლი, მუსიკა, ყველაფერი, არ ვიცი. და ეს ჩემთვის ძალიან მძიმეა, მაგრამ თან სასიამოვნოა, იმიტომ რომ ეს რაღაცა ემოცია გეხმარება შენ რაღაცისგან გათავისუფლებაში. და აი რაღაცა რომ გადალახე თითქოს ის დაგუბებული სიყვარული, რომელიც ვთქვათ ეკუთვნის ამ შემთხვევაში შენ შულს და ვერ აძლევ. და იქ რაღაცა თითქოს გასცემ, აი რაღაცა დიდი ემოცია და ამისგან თავისუფლდება, თორე ტრაგედიის თან არსებობა შენში არის აი სიყვარულის ვერ გამოცება, ის იმისია, იმას ვერც სხვა შულს მისცემ, ვერც ცოლს და ვერც დედას, ის იმას ეკუთვნის და იმის დაგუბება იწვევს ალბათ ყველაფერს, ონკოლოგიური დაავადებებით დაწყებული, სხვა რაღაც დეპრესიებით დამთავრებული. და თავარი არის რომ ადამიანმა შეძლოს, რომ ის მისთვის განსაზღვრული სიყვარულისგან განთავისუფლდეს. და მე ეს ვიგრძენი იმ დროს, როცა ეს ვქენი. და არა ის, რომ ვიცოდი, რომ ეს ესე მოხდებოდა. თავისთავად არ ვიცი ინტუიციამ თუ რა მიმიყვანა აქამდე. ხომ არ გაიხსენებდი ამბავს, რომელსაც ისურვებდი, რომ შენთვის მოეყოლათ აი მოზარდობის ასაკში რო იყავი, ან 20-იანების დასაწყისში. რაც მერე გვიან-მოგვიანებით მოგიყვეს. პირიქით ვისურვებდი, რომ ის რაც ადრე გავიგე, ბევრი ამბავი ცხოვრებაზე, ყოფაზე, თეატრალურ ხელოვნებაზე, სიბინძურეზე ამ პროფესიაში, გაუტანლობაზე რაღაცა, შურზე, აი დიდ შურზე, გვიან გამეგო. აი პირიქით, ჩემ ცხოვრებაში პირიქით მოხდა. და მე საერთოდ რაღაცა, აი როცა ჩემი თაობის ასაკის გოგო ბიჭები ერთობოდნენ რაღაცა კლუბებში დადიოდნენ, მე რაღაცა აი სხვა ინტესო თეატრში ვიყავი, სულ სპექტაკლებს ნახულობდი, სულ რაღაცას ვეძებდი, არ ვიცი, ხან მკითხულობდი, ხან წერდი, ხან რაღაცას შვებოდი, რომ უფრო და ზედმეტად უსმენდი ამ ხალხს. ალბათ ეს რაღაცისთვის კარგია, მაგრამ რაღაცისთვის ცუდი. მე მაკლია ეხა ის ემოცია, რაც ჩემ ასაკში უნდა მომეგროვებინა. ამიტომ ეს არაფერი ცალსახად კარგი და ცალსახად ცუდი არ არის. ამიტომ პირიქით, რო ვფიქრდები, ალბათ როგორც უმეტესობა ისე ჯობდა, რომ გამორჩეული კი არ ყოფილიყავი, მაგალითად და 20 წლის ასაკში ვიღაცას 40-ის გონებოდი, რაც ეხლა ძალიან მაღეზიანებს და არ მომწონს. მაგრამ მაშინ მეგონა რომ ეს კარგი იყო თუ რატომ მინდობდა ეს არ ვიცი. მაგრამ ეგრე მოხდა, ამიტომ მე არ ვიცი განცდა დაშვებულ შეცდომებზე. მე ვიცი მის გამოსწორების ჩემ თავთან დაბალანსებაზე. ფიქრი.
ამიტომ ვერ გეტყვი ესეთ ისტორიას პირიქით აი შენ მე მგონი ზედოზირება მოგივიდა ასეთი აი ისტორიების პატარა რო იყო. ხო იცი რა განცდა მქონდა ყველა ამბობდა რომ ნეტა ეს მომესწრო ნეტა შემიშობლისთვის ეს მე თქვა ცხოვრება რა პატარა უკან მოხედვა ვერ მოვასწარი და რომ მივხვდი რომ ეს უცბად ქრება და დრო მალე გადის დავიწყე ამის ფიქსაცია ისე ფიქსაცია რომ 39 წლის ვარ და განცდა მაქვს რომ 139 წელი ვიცხოვრე იმიტომ რომ ყოველ დილით რო გამოვდიოდი და ლიფტში შევდიოდი სარკეში ვიხედავდი იმ დღის იმ ემოციის იმ განცდის ფიქსაციას ვაკეთებდი იმიტომ რომ აი სულ ცხოვრობ დღემდე რომ ცხოვრება ჩქარა გადის უნდა მოვასწრო ამიტომ ბედნიერების ფიქსაციად მე არ ვარ ის კაცი რომელიც იტყვის რომ აი ბედნიერებას ცნობ მაშინ როცა მას კარგავ მე როცა ბედნიერი ვიყავი ვაცნობიერებდი რომ ბედნიერი ვიყავი და იმის განცდაც სულ თანხმდებდა რომ ერთ დღეს ეს რაღაცით დამთავრდებოდა სულ ეს ცხოვრების კანონია ზოგჯერ არა კანონზომიერი ხდება რაც ჩემ ცხოვრებაში მოხდა მაგრამ ზოგჯერ კანონზომიერი მაგრამ როცა აი ბედნიერების ატმოსფეროში ვიყავი ამის ყოველდღიურ ფიქსაციას მე ჩემ თავთან ვაკეთებდი მოსწრების ყოველდღიური რეჟიმის აჩქარებას მე ჩემ თავთან ვაკეთებდი ყოველდღე ვცდილობდი რომ გუშინდელზე მეტი მომესწრო ყოველდღე და ესეც მოხდა ამიტომ აი ეს რაღაცა აი მე ვარ ეხა 39 წლის განცდით რომ აი პენსიაზე გადიან 65 წელი რაც კარგია თუ ცუდი არ ხვდი მე მგონი პენსიაში ისე და მაგიტო გეუბნები რომ მე შენ ესე უსაქმოდ ვერ წარმომედგენი ხარ ხო არ ვიცი საქმე სულ არის სულ მაგრამ არა აი სისტემატიური რაღაცა როგორიც აქამდე იყო ისე იცი რა მაინტერესებს შენგან აი რა არის გვერდითი მოვლენა ისეთი საჯაროობის და ისეთი პოპულარობის როგორიც შენ გერგო ცხოვრებაში აი რასაც ვერასდროს ვერ მიხვდება მაყურებელი ვინც გიждდება შენზე აი რა არის ამ პოპულარობის ხანდახან ხო გინდა რომ იგიშო რაღაცა აფრინო რაღაცა ქნა არ ვიცი აი შეუსაბამო საქციელი რომელიც ყველას უნდება რომ რაღაც დროს გააკ მე აი ეხა იმ დღეს მე და ჩემი მეგობრები ვიყავით დასასვენებლად ერთად წასულები და ნუ იქ უფრო თავისუფლად ხარ იმიტომ რომ რაღაცა სულ თვალი არ გიყურებს და რაღაცა საზღვარგარეთ ხო და თურქეთში რო უკვე სტამბულში საქართველოს გეითარ მივედი აბა დავსერიოზული ვთხარი რომ იქ უკვე რაღაცა არა ეხა შენ ყვები ძალიან საერთო ეროვნულ ამბავზე იმიტომ რომ ყველას ქართველს აქვს ეგრო საზღვრებს რო გაცდება არ აქვს მნიშვნელობა პოპულარულია თუ არ არის მაგრამ შენ ხარ ძალიან პოპულარული ადამიანი საქართველოს ყველა გცნობს ყველა გიცნობს ყველა ეს შემოგხარის და შემოგციცინებს მაგრამ აი რაღაცა არ აქვს აი ამ პოპულარობას რომელიც ასე ძალიან გინდოდა მე მგონი ბავშვობიდან აი მეორე გვერდითი რა აქვს ამას იცი გეტყვი მე როცა რაღაცა კარგად ხარ ფიქრობ რომ აი მე მაგალითად ტელევიზიოთ რო დავრჩე რა იქნება აი ეხლა მაგ ამდენი თავისუფალი დრო ტელევიზიისგან თავისუფალი დრო ხო სულ მიმყავდა 4-5 გადაცემა და სულ რეჟიმში ვიყავი ეხლა არა მაქვს ეს განაკლეს რომ აი რატო არა ვარ ეთერში ყოველდღე აი ამის ყველაფრისთვის ვამზადებდი მე მაგალითად აი ჩემთვის ტრაგედია არ იქნება უხელფასობა აი ვიღაცისთვის ხო ეს რაღაცა ტრაგედია იქნება ხო აი ჩემი თავის იმედი მაქვს რომ რაღაცა არ მომშილდება იმიტომ რომ რაღაცა ცხოვრების ატმოსფეროს აღქმის ინდიკატორი მაქვს რომ როგორ შეიძლება ჩემს ოჯახში არ შიოდეს ხალხი რომ ამის იმედი კონდეს ჩემი თავს ამიტომ ამ პოპულარობასთანაც აი ეხლა რო ყოველდღე არ ხარ ეკრანზე ხალხს დაავიწყდები იმ დღეს ერთი კოლეგა მეუბნება და რამე მოიფიქრე და YouTube და რაღაცა და ლაივი არ მინდა არ მინდა მე იმდენად რთული ცხოვრება მერგო რომ მე არ ვიცი მე აღარ ფიქრობ ამებზე, აღარ მაინტერესებს, ჩემთვის ძალიან გაათვილდა
და თან ძალიან გართულდა. რაც ადვილი იყო, ის ძალიან რთული გახდა. და რაც რთული და შიში და რაღაცა ისეთი იყო, ის უადვილესი გახდა. ანუ აი რაღაცა შეიცვალა, მიხვდი? გახასულოშვილმა თქვა ერთხელ და სულ მოაკავშირებ ჩემთან, როცა შენი წილი ბედნიერება მთავრდება, უნდა იზრუნო სხვის წილ ბედნიერებაზე. ესე დეკლარირებულად არ უნდა თქვა, რომ რაღაც შენი წილი ბედნიერება მთავრდება. მაგრამ სულ იწყებ ფიქრს, რომ სხვას მისცე მეტი სიხარული. ეს შენი გადარჩენის მთავარი ინდიკატორია. შენ უფრო გეხმარება ეს, ვიდრე მას, ვისაც იმ წუთას შენ აბედნიერებ. ოღონდ ეს ამ შვიდად და ფრთხილად უნდა აკეთო და არა იმიტომ, რომ მე ამაზე მოყვე და ფოტოები დადო. ამიტომ აი სხვისი წილი ბედნიერების შექმნა ადამიანს მაშინა ვალდებულებს, როცა თავისას კარგავს. და ალბათ მთავარი არის, როცა ჯერ კიდე ბედნიერების ატმოსფეროში ხარ. ეს ბედნიერება გაუზიარო სხვას, იმიტომ რომ სხვას შეშურდება შენი. საერთოდ შური ეს საბედნიეროდ ისე ამეწყო ცხოვრება, რომ არ მქონდა დრო, რომ სხვისი შემში, იმიტომ რომ რაც მე მინდოდა, სულ მქონდა. რეალიზებული ვიყავი სამსახური, იმ საქმეს ვაკეთებდი, რომელზეც გიჟდებოდი, მიყვარს დღემდე ამ სფეროში ვარ, ამ საქმეში ვარ, ხო და დღემდე არ გავაკვირა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი შემოთავაზება არ იყოს, მაგრამ რაღაცა არიდებ თავს. სხვა ფასეულობები მაქვს ახლა. ჯობია, რომ გაანაწილო და არ დაიწყო ყვილის დეკლარირება, თქვა სოციალურ სივრცეში, რომ აი რა კარგად ხარ და აი რაღაცა რო დებენ და ეს მგონია რომ სულ არის ნიღაბი. ამიტომ სიმშვიდე ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი განძია მე მგონი დღევანდელ ამ გადარეულ ატმოსფეროში. მოდი ახლა მე მინდა რომ ჩვენი საუბრის ბოლოს ისევ ამბის თხრობას დავუბრუნდეთ, რაც ჩვენი პოდკასტის მთავარი თემა იყო. რა გინდა რომ ადამიანის გულებში დატოვოს შენმა მოთხრობილმა ამბავმა? კათარზისი. რომ მე მომანდომო უკეთესი ვიყო. და გინდება. სულყვები. რაღაც სპექტაკლი ითმობოდა მოზარდ მაყურებელთა HBG თომას ქოხი და ქუდში ყრიან ფულს რო ტყვე უნდა გამოისყიდონ. და თვლიან ამ ქუდში ჩაყრილ მოგროვებულ გროშებს და არ არის საკმარისი. და აი ამ სცენის თამაშის დროს უცბად პარტერიდან ამოვიდა ბავშვი მაყურებელი, რომელსაც ჯიბიდან ამოიღო გამოტანებული ხურდა და ჩააგდო ამ ქუდში. უცბად ამ ბავშვს გამოყვა მეორე ბავშვი და უცბად მთელი პარტერი ავიდა და ქუდი გაავსეს ფულით. ეს ისეთი ემოცია იყო, რომ სპექტაკლი კინაღამ ჩაიშალა, მაგრამ ამ ბავშვს მოუნდა სიკეთის გაკეთება და მეორეს მოუნდა მესამეს გამოსიკეთის გაკეთება. მერი შილდელი იყო ესეთი მომღერალი, თავის მოგონებებში წერდა სანდრო ინაშვილზე ასევე მომღერალს. თუ ბატონი სანდრო ჩვენთან ერთად მოდიოდა ბრიგადაშიო, ჩვენ ჩანთებსო სხვა კაცები ატარებდნენ. და თუ ბატონი სანდრო არ იყო, ჩვენი ჩანთების ტარება ჩვენვე გვიწევდა. ანუ სანდრო კი არ ატარებდა. სანდრო იყო ისეთი რაღაცა მორალური ინდიკატორი, რომ სხვა კაცებს უნდოდათ, რომ სანდროსნაირი გამხდარიყვნენ და სანდროს დასანახად ამას აკეთებდნენ. და უსანდროდ ქალები თვითონ ატარებდნენ ჩანთას. ანუ აი რაღაცა მორალური თამასა ეს გამსაზღვრელი მაგალითები ჭირდება ჩვენ საზოგადოებას, რომელიც უხვად არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელსაც უბრალოდ ხშირად ამოქეკვა და შეხსენება ჭირდება. იმ სპექტაკლს მე ვიწყებ როგორ იმ ქართული თეატრის ამბავს, იცი? როდესაც აი ამ ტექსტი, როდესაც ბელა მირიანაშვილი ცუდად გახდა და სპექტაკლის თამაში ვეღარ შეცვლა, მისი როლები ჩაანაცვლეს სხვა მსახიობებმა. ერთადერთი ვინც მის ჩანაცვლებაზე უარი თქვა, იყო რეჟისორი მედია კოჭუხიძე, რომელმაც თქვა, მე მინდა იცოდეს ბელამ, რომ მის გარეშე
რაღაცა შეწყვიტა არსებობა. ანუ მედიკომ დათმო სპექტაკლი, მაგრამ შეუნარჩუნა ბელას იმედი, რომ ის არის ერთადერთი და განუმეორებელი. იპოლიტე ხვიჩიამ თქვა ერთხელ, რომ მეო სიკვდილისო, იმიტომ ეშინია, რომ მე რომ მოვკვდები მზე ისევა მოვა და ხალხი ქუჩაში გამოვა, თორე მე რომ მოვკვდები სხვაც რომ მოვკვდეს და მზიც აღარ ამოვიდეს, კი არ შემეშინდება. ანუ ადამიანებს რაღაც ეტაპზე რაღაც სისუსტეები ხო გვაქვს? აი ამის რაღაც ნეობრივი მაგალითებით დაბალანსება არის თავარი ჩემი აზრით, როცა გიწევს საჯარო გამოსვლა რა. ნიკუშა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ, საინტერესო კაცო, რომ მოგინდა პოდკასტისთვის. და ბოლოს მაქვს ლაპარაკი. ესეთი კითხვა. რა არის ამბავი, რაც არ გინდა, რომ არასდროს მიეცეს დავიწყებას? პირველი რაც გაგიელვებს ის გითხარი. ამბავი არ ვიცი, ყველა ამბავი ოდესმე მივიწყებას მიეცემ, აუცილებლად ყველაფერი. თავარი არის ალბათ რაღაცა ადამიანებმა არ მივიწყებას ალბათ არ უნდა მიეცეს გამოცდილი ხელი. ეს ხელი, რომელიც წინ გეკაჩება და არა წინ მოკაჩვის იმიტაციით უკან. მაგრამ ვიღაცა შეიძლება დახმარება უნდა და თავის დაუნებურად უკან მიყავხარ. მე მომინდა ურთიერთობა ისეთ მშობლებთან, რომლებსაც აღარ ყავდათ შვილი, მაგრამ მათ გააგრძელეს ცხოვრება. არ გაუბედურდნენ. და აი პირველივე წამიდან მე მინდოდა რომ არ გავუბედურებულიყავი. აი ფეხზე დამდგომაში მომეხმარებოდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ეს გაიარეს და დადგნენ. ამიტომ ასეთ ხალხს ვეძებდი. იმიტომ რომ სხვა ყველაფერი დანარჩენი არის რაღაცა ლამაზი სიტყვები, რომ რაღაცებს გარიგებენ და სისულელედ გეჩვენება. აი ვინც ეს იცის, ის ზუსტად გეუბნება. ამიტომ ჩემთვის აი გადარჩენა იყო აი ეს დარიელ ხარხელაურის ლექსი, რომელმაც იცოდა ეს რა არის. და იქ თითო ფრაზა იყო აი რაღაცა წამალი, რომელიც იმ გზნობებს არქმევდა სახელს, რომელიცაც შენ გზნობ, მაგრამ არ იცი ეს რა განსაცდელია და ვერ ერევი ამ ყველაფერს. ხო? მარიკა კვალიაშვილის წერილი, რომელმაც გაიარა ეს გზა. აი თითო ფრაზები ამ ხალხის. იმ ხალხის, ვინც არ გაიარა, მაგრამ რაღაცა მოგცა შესაძლებლობა, რომ ლანა ყოყბერძის წერილი არ მავიწყდება მაგ დროს. ქუჩაში რა იყო, იცი, ქუჩაში რომ გამოვიდოდი, აი 10 მანქანა ჩერდებოდა და გადმოდიოდნენ, გეფერებოდნენ, გეხუტებოდნენ და გეხვეწებოდნენ, რომ სად მიდიხარ და რო წაგიყვანო. ანუ ეს სიყვარული გამოხატული, რომელიც სამწუხაროდ მარტო ვიცით ტრაგედიის და განსაცდელის დროს. როგორც კი სიხარულია, ამას ისე ვერ ვიზიარებთ საუბედუროდ. მაგრამ ამ დროს ეს არის ერთადერთი გადარჩენა. როცა შენ ყველგან გრძნობ აი აქ ვიღაცას. აი აქ. ისე მახსოვს. აი აქ სულ აქ აი აქ რაღაცა ხელი მედო პანაშვიდების დროს უკან. ხოდა ავიხედე და თათული დორიძე. მე ისევ ავიხედე, ისევ თათული. აი არ წინიდან არ დამინახავს, მაგრამ აი აქედან ვიცი. ანუ ადამიანების რაღაც საქციელები გახსოვს და კახი კაცსაც მითხრა ერთხელ. გურანდა გაბუნია მეთქი, ესე ძალიან რატო გიყვართ მეთქი, გიждდებოდა გურანდა ისე უყვართ. ბელა რომ მოკუდაო, რო ჩაიცვა შავები და რომ მოვიდა, იმიტომ რომ ბელა და გურანდა ჯგუფელები იყვნენ და მეგობრობდნენ. ანუ შენი ჭირის გამზიარებელი და ხდება მე რაღაცა ინდიკატორი და მე უცბად შენ თვითონ ხდები ვალდებული რომ მე ეს იგივე განსაცდელში მყოფი ადამიანებს რაღაცა შენებურად დაეხმარო. მაგრამ აი ჩემი სურვილი იქნებოდა რომ ჩვენ შევძლოთ
და როცა ვალდებულება პანაშვიძე კი არ მივიდა, როცა ბედნიერი ადამიანი არ დავეხმაროთ, ხელი არ შეუშალოთ ამ ბედნიერებაში. აი არ გამაღიზიანოს მე კიტას ხელა ბიჭის და მამის ერთმანეთში ჩახუტების ნახვა. რატომაც მე გამაღიზიანა, მაგრამ მე სულ ჩემ თავთან მქონდა რაღაცა მორალური შეუთავსებლობა, რომ ესე იგი მე ვკარგავ ადამიანობას, რა კი მშურს იმის, რასაც მე ვეღარ გავაკეთებ. და როგორც კი ამან, აი რაღაცა პერიოდის მერე მე მასიამოვნა ამ სცენის დანახვას, მივხვდი რომ მე ჩემში ახლა ადამიანობამ გაიმარჯვა. ამიტომ აი ეს მინდა რა, რომ არ შეუშალოთ ხალხს ბედნიერებაში ხელი. მივეხმაროთ, არ ვეხმარებით, ხელს ნუუშლით, იყვნენ ბედნიერები რა. როდესმე ჩვენღაც ჩვენ სხვა ვიყავით, ან როდესღაც ხო შეიძლება ჩვენს გავხდეთ. და ეს განგრევს, შენ განადგურებს, თორე ის არაფერი, ის რაღაც პერიოდი შეუშლი ხელს და მე ისე ბედნიერი იქ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნიკუშა, დიდი მადლობა. მადლობა. ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი სიტყვებისთვის, რომელიც დიდხანს დარჩება ჩემი მაყურებლის გონებაში და გულებში. მე ესე მგონია. რაღაც განაბული გისმენდი, როგორც ყოველთვის. ჩემს მაყურებელს ვემშვიდობები ერთი კვირით, დროებით.